დღეს გახლავთ განათლების რუბრიკა და უკვე სტუდიაში შემოგვიერთდა მარიამ ბუკია, რომელსაც მინდა მივესალმოთ და უკვე მარიამით ავაწარადგენს ჩვენს სტუმარს. მოგესალმებით მარიამ. მოგესალმებით, მივესალმებით ჩვენს მაყურებლებს. როგორც ვიცით, ქვეყნის მასშტაბით საქართველოში ტარდება ერთიანი ეროვნული გამოცდები, უკვე დასრულდა ქართული ენისა და ინგლისური ენის გამოცდები და წინ აბიტურიენტებს ერით კიდევ რამდენიმე მნიშვნელოვანი გამოცდა. უნდა ითქვას, რომ წელს ერთიანი ეროვნულ გამოცდებზე დარეგისტრირდა 43000-ზე მეტი აბიტურიენტი, ანუ ეს იმას ნიშნავს, რომ 43000-ზე მეტი აბიტურიენტი ახლა იბრძვის იმისთვის, რომ გახდეს სტუდენტი და მე მახსენდება საკუთარი თავი, როგორი ამაღელვებელი იყო მთლიანი ეს პროცესი. მოკლედ მინდა დავუთმოთ დღევანდელი ეთერი იმ კითხვებს, რომელიც აბიტურიენტებს ყველაზე ხშირად უჩნდებათ ხოლმე და მივიღოთ კომპეტენტური პასუხები ჩვენი სტუმრისგან. მარიამ მენაბდე იმყოფება ჩვენთან გადაცემაში სტუმრად, მშრომელი და საგანმანათლებლო კონტენტ კრეატორი. ძალიან დიდი მადლობა დათმობილი დროისთვის. და დარწმუნებული ვარ, დღეს ძალიან მნიშვნელოვან რჩევებს მივიღებთ თქვენგან. საგამოცდო გზამკვლევით რომ დავიწყოთ, რა უნდა გაითვალისწინონ აბიტურიენტებმა საგამოცდო პერიოდში? პირველ რიგში რაც უნდა გაითვალისწინონ და აუცილებელია რომ ყველა აბიტურიენტმა ნახოს, მაგრამ სამწუხაროდ არ ნახულობენ, ხშირად ეს არის ცნობარი აბიტურიენტებისთვის, რომელიც ხელმისაწვდომია ნაიკზე და იქ არის დეტალურად ახსნილი რა, როგორ, რანაირად უნდა გააკეთონ ყველა სახის ინსტრუქცია, მათ შორის გამოცდაზე გამოცხადების პერიოდი, მაგალითად რამდენი ხნით ადრე უნდა გამოცხადნენ, რომელ უნივერსიტეტში, რომელ ფაკულტეტზე რა ბარდება და ასე შემდეგ. თქვენ როგორც აღნიშნეთ, უკვე ჩატარდა ქართული ენის და ლიტერატურის და უცხო ენების გამოცდა, ინგლისურთან ერთად აბიტურიენტები აბარებენ სურვილის შემთხვევაში ფრანგულს, გერმანულს და რუსულსაც. და ხვალიდან განახლდება ისევ ერთიანი ეროვნული გამოცდები, მათემატიკის გამოცდით და მერე დამთავრდება ფიზიკის გამოცდით. უნდა აღინიშნოს, რომ ყველა იმ საგანში ტარდება ერთიანი ეროვნული გამოცდები, რომელსაც აბიტურიენტები სწავლობენ სკოლაში. მოკლე რეკომენდაცია რაც არის აუცილებლად უნდა იქონიონ თან გამოცდაზე ბარათი, რომლის ამოვეჭროთ შესაძლებელია და უნდა ეცადონ რომ შტრიხ-კოდი არ იყოს დაზიანებული და აუცილებელია რომ თან ქონდეთ პირადობა ან პასპორტი ეს ტექნიკურ ნაწილზე რაც შეიძლება იყოს, რა დროც აწერია გამოცხადების, იმ დროს უნდა გამოცხადდნენ და 1 საათის განმავლობაში მიმდინარეობს რეგისტრაცია, თან შეუძლია იქონიონ წყალი, შეუძლიათ კალამით სურვილის შემთხვევაში, ოღონდ ნორმებს უნდა აკმაყოფილებდეს აუცილებლად, თუმცა კალამის წაღება არ არის ხოლმე სალავდებულა, იმიტომ გონიათ რომ სალავდებულა და რეალურად სალავდებულა არ არის, უბრალოდ სურვილის მიხედვით თუ სურთ სალფეტკი და ასე შემდეგ ტექნიკურ ნაწილში. აი ეს თითქოს ტექნიკური ნაწილია და ამას ყოველწელს ვიმეორებთ ხოლმე, თუმცა მაინც ყველაზე მეტი კითხვა ამ ტექნიკურ ნაწილს შეეხება ხოლმე. აი რომ განგვიმარტოთ, რა შეიძლება გახდეს საფუძველი იმისა, რომ აბიტურიენტი არ დაუშვან გამოცდაზე. გარდა იმისა, რომ დაგვიანება ერთ-ერთი ესე მთავარი ფაქტორი არის ხოლმე. დაგვიანების შემთხვევაში თუ თან არ იქნება პირადობა ან პასპორტი, შეიძლება რომ არ დაუშვან, თუმცა ყოფილა, მაგრამ ის არ ნიშნავს, რომ ყოველწელს შეიძლება მოხდეს გამონაკლისის შემთხვევა, რომ დაუშვიათ და 1 საათის განმავლობაში მე ვალდებულება აქვს, რომ წარადგინონ გამოცდა, რომ დასრულდება 1 საათის ვადაში უნდა წარადგინოს ხოლმე ეს დოკუმენტი, აუცილებელია, რომ კონდეს ეს ბარათი, სადაც დატანილია ყველა სახის ინფორმაცია, რომელ საათზე აქვს გამოცდა, რომელ სექციაში და ასე შემდეგ. ძირითადად ეს არის ხოლმე მიზეზი. თუმცა არსებობს შემდეგ გამოცდიდან მოხსნის შესაძლებლობაც, გადაწერის შემთხვევაში ბევრს მაინც გონია, რომ შესაძლებელია გადაწერა. ასევე არ შეიძლება smartwatch-ები, ტელეფონი, ეხლა უკვე პოპულარულია ხოლმე AI სათვალეები, რომელიც თითქოს ბავშვებს გონიათ, რომ ვერავინ ვერ შეამჩნევს და ამ დროს ამჩნევენ, ყურსასმენი ან ასე შემდეგ და ხანდახან, როცა შედიან იქ ამოწმებენ, მაგრამ მაინც რჩებათ ხოლმე და ჯობია რომ ესე ვთქვათ, გამოცდაზე თავი დაიზღვიონ და არ ქონდეთ მსგავსი ნივთები ყოველ შემთხვევაში. მარიამ, თუ არის რამე გამოკვეთილი, ესე რომ ვთქვათ, რაში არიან უფრო მეტად ძლიერები ზოგადად ვავიღოთ, აი მაგალითად აბიტურიენტები, რამოდენიმე წლის, ასე რომ ვთქვათ, ანალიტიკა თუ არსებობს და რაში მოვიკოჭლებთ უფრო მეტად. სხვათა შორის აი ხა ინგლისურის და ქართულის გამოცდების შემდეგ ქართული ენის მასწავლებლები ძალიან წუხდნენ, რომ ქართული ენის და ლიტერატურის გამოცდიდან ბავშვები ძალიან შოკში გამოვიდა, ის რა შეხვდა და რა იყო. ინგლისურის გამოცდიდან მესამე ვარიანტის გარდა ყველა გამოვიდა ძალიან კმაყოფილი იყო ძალიან მარტივი. სტატისტიკა აჩვენებს იმას, რომ ინგლისურ ენასა და ლიტერატურაში უფრო მაღალ შედეგს დებენ ხოლმე ბავშვები, ვიდრე ქართულ ენასა და ლიტერატურაში. ხო, მიუხედავად იმისა, რომ თითქოს მშობლიური ენაა და არ უნდა იყოს, მაგრამ ბავშვები მაინც უფრო მეტად ემზადებიან ხოლმე დაწყებითი საფეხურებიდანვე უცხო ენაში და შესაბამისად ესეც განაპირობებს. ქართულში ბუდიში რომელი უფრო
სუსტი მიმართულება ლიტერატურა თუ გრამატიკა ამ შემთხვევაში? ლიტერატურა, გრამატიკას მე საგნის სპეციალისტი არ ვარ და ცალკე კომპეტენტური პასუხის გაცემა გამიჭირდება, თუმცა სტატისტიკა აჩვენებს, რომ ლიტერატურა, იმიტომ რომ რაღაცნაირად ძალიან ისე შაბლონურად ჟღერს, მაგრამ კითხვა არ უნდათ და წინერების დონე ასამაღლებელია. თან ეს გავლენას ახდენს თემის წერის პროცესზე, რა თქმა უნდა. ხო, აი თემის წერზე ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ზოგადად იცოდეს, მაგალითად, ქვეყანაში არსებული მდგომარეობა, აი რაღაც ნიუსებს ადევნებდეს თუნდაც თვალს, ისტორიის ჭრილი, სამოქალაქო განათლების, ყველაფრის ცოდნა ჭირდება, აი პარალელია და ასე შემდეგ ქართული ენის და ლიტერატურის მასწავლებლის კომპეტენციაში ვერ შევალ, თუმცა არის ეს შემთხვევები, რომ აი მაგალითად ვინც კარგად ამუშავებს ისტორიის მასალას ან სამოქალაქოს, ძალიან მარტივად წერს თემას. გრამატიკას იზეპირებენ ძირითად შემთხვევაში და უმარტივდებათ, აი პარალელებზე იჭერებიან ხოლმე. თუ შეიძლება ითქვას ძირითადად. თქვენ საინტერესო რჩევები მიეცით მოსწავლეებს, ანუ აბიტურიენტებს, ვინც გამოცდებს აბარებს ამჟამად, მშობლებს რას ეტყოდით? აი ხშირად ხდება ხოლმე სკოლებთან რიგები ხოლმე მშობლების, რომლებიც ამ პაპანაკებას სიცხეში ელოდებიან ან შვილებს, ან შვილიშვილებს და ერთი მხრივ საკუთარ თავსაც ისტრესავენ, შეგვიძლია ასე ვთქვათ და შეიძლება ბავშვსაც სტრესავდნენ ამით, რადგანაც გარკვეული ზეწოლა შეიძლება შეფასდეს. მე მახსოვს ხოლმე, რომ მე რო აბარებდი, უთხარი ჩემებს, რომ არ მინდა აქ ლოდინი, მე მივალ, ჩავაბარებ და თუმცა ეს ალბათ ინდივიდუალური საკითხია ყველასთვის. თქვენ რა რჩევას მისცემთ მშობლებს? აი ძალიან დაძაბულები არიან და ნამდვილად სწორად აღნიშნეთ, მე ბავშვებსაც სტრესავენ ხშირ შემთხვევაში და ძაბავენ. მისმის რომ ამას თავის წინაპირობა აქვს რაღაცა ფრაზა ხოლმე, რომ ჩემთან ხშირად მოდიან კონსულტაციაზე და მეკითხებიან, რომ აი ეხლა ჩვენ ვაბარებთ და ჩემი კითხვა ვინ აბარებთ, ორნი აბარებთ. და ან სკოლაშიც არის ხოლმე, რომ ჩვენ 10-იანი მივიღეთ და ცუდ პირობთ რომ დავიწყე მუშაობა, მეთქი ორ ბავშვს ვასწავლე, უკაცრავად ვერ ვიხდი რა ხდებოდა და ხო, ძალიან ახდენენ გავლენას მისმის მათი პოზიციაც, იმიტომ რომ გარდა იმისა, რომ მორალურად ძალიან ბევრ ამესდებენ, ფინანსურადაც იმდენად ძვირი ჯდება, ამაზეც უნდა გავამახვილოთ, ეხლა ამაზე სასაუბროთ არ მოვსვენ, მაგრამ რადგან ეს კითხვა იყო, იმდენად ძვირი უჯდება მშობელს, რომ უნდა რა თავის შვილმა დადოს შესაბამისი შედეგი. ინვესტიცია გაამართლოს ეს. ინვესტიცია გაამართლოს, ხო, რომელიც რამდენიმე 1000 ლარზია. საუბარი ხშირ შემთხვევაში შეიძლება აბიტურიენტის ერთწლიანი მომზადება დაჯდეს იმაზე მეტი, ვიდრე 4 წლიანი სწავლება. თუ ეხლა ძალიან გაზვიადებული შეიძლება იყოს ეს ნახევარი მაინც ყოველ შემთხვევაში 2 წლის საფასური. ეხლა კი უფასოა და ნუ ამასაც თავისი დადებითი და უარყოფითი მხარეები აქვს, მაგრამ მოკლედ რო შევაჯამო რჩევის სახით მშობლებს, რასაც მივცემდი, აი დასვენების უფლება მისცენ ხშირად, იმიტომ რომ იმდენად დატვირთული გრაფიკი აქვს აბიტურიენტებს, რომ მაისის, აპრილის პერიოდში იჭედებიან და განცდა აქვთ, რომ არაფერი აღარ იციან, რაც ძალიან ლოგიკურია, იმიტომ რომ რაღაც კომპიუტერსაც სჭირდება გადარესტარტება, ხო? არათუ ბავშვს. ძალიან ბევრ საგანში ემზადებიან, ერთი დასვენების დღეც არ აქვს და მშობელიც აი სისტემატიურად ახსენებს ხოლმე, რომ არის, რომ აი ამ დროს ვაკეთებდა მისმის ეს ინვესტიციის დაბრუნება, ასე ვთქვათ, უნდა და ისევ თავიანთი შვილებისთვის, მაგრამ ცოტა თავისუფლება და დასვენების უფლება აუცილებელია განსაკუთრებით წინა დღეებში. ანუ არ შეიძლება რომ წინა დღით მე მაგალითად აბიტურიენტებს ვასვენებ და ვეუბნები, რომ უბრალოდ დაისვენე, დაასვენე გონება. სხვანაირად გადაიღლება, გადაიტვირთება და თან რა მომენტია იცი რომ წინა დღეს რაც დაამუშავა, მთელ მასალას ხო ვერ დაამუშავებს, რაც წინა დღეს დაამუშავა, მეორე დღეს ექნება გონებაში ის. ამიტომ შეიძლება ძალიან რაღაცა უფრო მეტად გაიჭედოს, ასე ვთქვათ, საგამოცდო პერიოდში, ასე რომ დასვენების საშუალება მივცეთ ჩვენ შვილებს. მარიამ, მე მინდა ისო ტექნიკურ საკითხებს მივუბრუნდე და რომ ვითხრა და მოგაწოდა ინფორმაცია აბიტურიენტებს ვფიქრობ, რომ ძალიან აინტერესებთ და ერთ-ერთი ყველაზე ხშირად ასმული კითხვა არის, რა შემთხვევაში ნულდება ნაშრომი. ხო, ნაშრომი ნულდება იმ შემთხვევაში, თუ რაიმე სახის ინიციალს დაწერთ, მაგალითად 00 პირობითად ან ასე შემდეგ. ბოდიში გიხდით, ნულდება ასევე იმ შემთხვევაში, თუ ნულდება არა ფიზიკურად ვერ შეფასდება, აი ესე ვთქვათ, ყველას ტექნიკურად გამოცდა ასე მიმდინარეობს, მასალა, რაც ტესტები არის კომპიუტერშია, პასუხები უნდა დაიტანოთ პასუხებს ფურცელზე, რომელსაც აქვს ეგრეთ წოდებული ჩვენ ბავშვობაში ვეძახთ, მინდორი
რომელსაც არ უნდა დაწეროს. ხო, ანუ ხაზებს არ უნდა გადაცდეს, თორე სხვა შემთხვევაში მოიჭრება უბრალოდ ის ტექნიკურად და ფიზიკურად გამსწავლება შესაძლებლობა არ იქნება, რომ წაიკითხოს. ასევე მნიშვნელოვანია, რომ გადატანის დროს არ მოახდინონ შეცდომა, ხშირ შემთხვევაში აი არასწორად ხო მქონდა შემთხვევა, რომ X-ის ნაცვლად გააფერა და სამწუხაროდ იმ ბავშვს ნამუშევარი გაუნურდება. ანუ ნერვიულობიდან გამომდინარე ტექნიკურ შეცდომებს ამ ნაწილზე უშვებენ. ნამუშევარი ასევე შეიძლება განულდეს იმ შემთხვევაში თუ დაბლა გადატანის უნდა გადაიტანონ რაღაც კონკრეტული წინადადება, ამას არ გადაიტანენ. და ძირითადად ეს არის ხო ინიციალები, რამე იდენტიფიცირება არ უნდა მოხდეს პირის, ვინ შეასრულა ეს კონკრეტული ნამუშევარი. ტექნიკურად ამ შემთხვევაში შეიძლება განულდეს. აი, საინტერესო არის მეორე ეტაპი, მას შემდეგ აბიტურიენტი გაიგებს შედეგებს და ასე შემდეგ, თუმცა შედეგებამდე ხდება, როგორც ვიცი, ფაკულტეტების, ისე თქვათ, ჩამოწერა. აი, პრიორიტეტების დამატება როგორ უნდა მოხდეს სწორად, რომ მოგიხსენოთ. ანახეთ ეს მნიშვნელოვანი საკითხია, ხშირად გონიათ, რომ უნივერსიტეტების დამატება, როგორც კი დავამატებ, დავხურავ, მორჩა აღარ შემიძლია. უნივერსიტეტების, ფაკულტეტების დამატება შეგიძლიათ ქულების გაგების შემდეგაც. ქულების გაგების შემდეგ თუ მაგალითად რომელიმე საგანში ჩათვალეთ, რომ არ მიიღეთ ის ქულა, რომელიც გეკუთვნოდათ, შეგიძლიათ აპელაციაზე შეიტანოთ. აპელაციაზე რო შეიტანთ, მაგის შედეგებიც რო გამოქვეყნდება, შედეგების გამოქვეყნებიდან მეორე დღის 6 საათამდე შეგიძლიათ გადაანაცვლოთ, გადმოანაცვლოთ, დაამატოთ ფაკულტეტი, ამოშალოთ და ასე შემდეგ. რაც შეეხება როგორ უნდა გაანაწილოს, მე სულ ეუბნები ხოლმე, რომ სასურველიდან არასასურველისკენ, ესე უხეშად რა ვთქვათ, ანუ პირველად აუცილებლად უნდა დაწეროს ის ფაკულტეტი, რომელიც ყველაზე მეტად უნდა და მერე უკვე ჩამოვიდეს, ანუ ისევ ყველაზე სასურველიდან ყველაზე არასასურველისკენ. აუცილებლად უნდა დააკვირდეს კიდევ ერთხელ იმ ცნობაში დასაწყისში რაც ვახსენე, იმაზე გავიმახვილებ ყურადღებას, ცნობაში დეტალურად არის ინფორმაცია, რომელ საგანს რა აქვს ზღვარი. ზოგადად ვიცით, რომ სახელმწიფო ზღვარი 20-25%-ია, მეტი არა, მაგრამ ზოგიერთ უნივერსიტეტს აქვს შიდა სახელმწიფო ზღვა, შიდა საუნივერსიტეტო ზღვარი დაწესებული და აუცილებელია, რომ თუ მაგალითად მე ჯავახიშვილში პირობითად მომბობ, მინდა იურიდიულ ზომას, ხოდრა შეიძლება კონდეს 40%-იანი შიდა ზღვარი. და ყოფილა შემთხვევები, რომ აი შიდა სახელმწიფო ბარიერი გადალახა და ვერ მოხვდა მაინც. და ეს არის ზუსტად ამის მიზეზი. ანუ აუცილებლად უნდა დააკვირდნენ სასურველ უნივერსიტეტში, სასურველ ფაკულტეტზე, რამდენია შიდა ზღვარი. თუ მე გამოცდის შედეგებს გავიგე მაგალითად ავიღე 39, მაშინ ამოვშლი ამ ჯავახიშვილის იურიდიულს, იმიტომ რომ ფიზიკურად ქულა ვერ მეყოფა და აზრი არ აქვს მეწერება თუ არ მეწერება საერთოდ ეს კონკრეტული. ხო, აი ხშირად მსმენია ხოლმე, რომ აბიტურიენტს აქვს თითქმის ყველა საგანში მაღალი ქულა. კი და გარეთ დარჩენილი. ვერ მოხდა სასურველ პროგრამაზე. საერთოდ ყოფილა შემთხვევები, რომ გარეთ დარჩენილან. იმიტომ რომ ანუ შეიძლება რაღაცა პირად ეგოზე არის გავლენა, ხომ მე ორი უნივერსიტეტი ჩამოვწერე და რა მაგარი ტიპი ვარ. არა, ანუ ჩამოწეროთ შეგიძლიათ იმდენი უნივერსიტეტი, რამდენიც გინდათ. არანაირ პრობლემას ეს არ ქმნის. არავინ არ უყურებს, მაგალითად თქვენი მეზობელი აქვს შორა, ანუ არა ვერ ნახავს რამდენი უნივერსიტეტი გეწერათ და შეგიძლიათ უთხრათ პირდაპირ პირველი მეწერა იქ, სადაც მოგდი, ხო? ვერავინ ვერ იგებს ამას პირობითად. ამიტომ აი უხეშად ცუდ სიტყვას გამო არ ტეხავს ბოდიშვიხტი ამ სიტყვას ტელევიზიაში. ბევრი უნივერსიტეტის ჩამოწერა. პირიქით ეს გაზვერს იმისთვის, რომ არ დარჩენ გარეთ და მთელი წლის შრომა არ დატოვა. ფსიქოლოგიურადაც მომგებიანია ჩემი აზრით ბავშვისთვის. ნაკლებ წნეხს იგრძნობს, მე ესე მგონია ასეთ შემთხვევაში, ხო? ეს კონფიდენციალური ინფორმაციაა. შეგიძლია რომ შენ კონდეს ამაზე წოდომა მეზობელს და მეგობარს არ უთხრა და ხო, ანუ ნაკლებად წნეხში ამყოფო საკუთარი თავი, ასე რომ ვთქვათ. კი, ეგეც მნიშვნელოვანია, ხო და ანუ კიდევ ერთხელ მნიშვნელოვანია რომ ყურადღება გავამახოთ იმაზე, რომ ქულების გაგების შემდეგაც შეგიძლიათ რომ დაამატოთ. ეხლა წელს არის შემთხვევები, რომ შეგიძლიათ კოლეჯებიც ჩამოწეროთ ასევე და ესეც რაღაცნაირად უქმნის კომფორტს რა გარკვეულწილად. პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამები. ამასაც ორი მხარე აქვს, ერთი რომ კითხვის ნიშანი შეიძლება გაჩნდეს, რომ ხუ არ აკნინებს ისევ ამ პროფესიულ საგანმანათლებლო საჭიროებებს, პროფესიულ საგანმანათლებლო მიმართულებებს, იმიტომ რომ რაღაცნაირად შეიძლება ტენდენცია წამოვიდეს, რომ ბოლოს ჩავყრი მაინც
ჩემი რა მიდის, იმიტომ რომ იქ შიდა არის ხოლმე რომ მაგალითად თუ 3 საგანი გჭირდება ძირითადად ერთიან ეროვნულ გამოცდებზე და პროფესიულ საგანმანათლებლო მიმართულებაზე შეიძლება 1 ან 2 საგნით ჩააბარო. ფიქრობ რომ პროფესიულ საგანმანათლებლო პროგრამებზე მოხვედრაც ფიქრობ რომ ძალიან მნიშვნელოვანია და არ არის აუცილებელი რომ ყველას ძალიან საინტერესო პროგრამა იყოს ესე რომ აი ძალიან საინტერესო პროგრამებია. არა, როდესაც არის შესაძლებლობა რომ პროფესიულ განათლებაშიც სცადოს საკუთარი შესაძლებლობები. საკმაოდ ესე ვთქვათ, კარგი განათლება. კი, და იმაგაზე ერთი მოკლედ ვიტყვი ძალიან რომ არ შეიძლება ანუ ტექნიკურად ეროვნული გამოცდებით ერთდროულად ვერ ჩააბარებს აბიტურიენტი უნივერსიტეტში და კოლეჯში. ტექნიკურად შეუძლებელია. თუ მაგალითად უნივერსიტეტშიც გინდა ჩაბარება და კოლეჯშიც, იმიტომ რომ ძალიან კარგი პროგრამები და მეც ხშირად მიფიქრია ხოლმე, შეგიძლიათ რომ შიდა კოლეჯის კონკურსს დაელოდოთ, რომელიც სექტემბერში გამოცხადდება. საინტერესო, ანუ შიდა კოლეჯი რას ანუ კოლეჯს აქვს შიდა კონკურსით გამოცდებს აცხადებს თვითონ კონკრეტული კოლეჯები და რეგისტრირდებით გამოცდაზე და კოლეჯშივე გადიხართ გამოცდას და გასაუბრებასაც. ანუ შეიძლება იყო სტუდენტი უნივერსიტეტში ბაკალავრიატზე სწავლობდა და ამავე დროს კოლეჯში. კი, კოლეჯში შეიძლება ასეთი შეზღუდვა არ ნებისმიერ ადამიანს შეუძლია რომ პროგრამები აქვს 60+, 65 წლის ადამიანების სწავლობენ. მე მაგალითად რუსთავიდან ვარ და ჩვენ ძალიან კარგი კოლეჯი გვაქვს მოდუსი და იქ ძალიან კარგი პროგრამებია. მეც მინდოდა განსხვავებაა და ნამდვილად მე მახსოვს ჩემი სტუდენტობის დროს მყავდა რამდენიმე ნაცნობი, ვინც ერთდროულად 2 ფაკულტეტზე სწავლობდა. ეს თალკე კი, უნივერსიტეტშიც ქება და ქეთს ვიხრი მათ წინაშე, მაგრამ ძალიან სტრესულია. ძალიან შეიძლება იყოს ხო. ახლა შრომას მოითხოვს. ძალიან დიდი მადლობა. მადლობა თქვენ წარმატებებს და საჭირო რჩევებისთვის წარმატებებს უსურვებ ყველა აბიტურიენტს და მჯერა რომ მათი ის შრომა უცნობად დაფასდება და ყველა აბიტურიენტი საბოლოოდ გახდება სტუდენტი სასურველ პროგრამაზე სასურველ უნივერსიტეტში. მეც ვუერთდები ამ სურვილებს და წარმატებებს უსურვებ ყველა აბიტურიენტს, ვინც ახლა აბარებს, ემზადება, ნერვიულობს, მათთან ერთად ნერვიულობენ მათი მშობლები და ოჯახის წევრები, მაგრამ უნდა უთხრათ რომ ეს იმ ძალიან ბევრი ბარიერიდან, რომელიც ცხოვრებაში შეუძლებათ, ერთ-ერთი ყველაზე მარტივია და ამაზე არც ნერვიულობა ღირს ზედმეტად და არც ეს ნებათაღელვა ბუნებრივია რომ გექნებათ, მაგრამ იცადეთ ნაკლებად დაისტრესოთ თავი, ყველაფერი კარგად იქნება და წარმატებებს გისურვებ კიდევ ერთხელ. ახლა კი ამ ყველაფერს რომ მოვიდა რომ მეც ვუსურვებ მას წარმატება, ვინც ახლა გვიყურებს და ასევე დავამატებთ იმას, რასაც ჩვენ მომგვაქვს, რომ არ არის აუცილებელი უბრალოდ მოსწავლობდეს მაგალითად რომელიმე ადამიანი აუცილებლად უნივერსიტეტში და მან მიიღოს განათლება აქ, არაფორმალური განათლება როგორც სკოლებში არის ძალიან მნიშვნელოვანი, ასევე კოლეჯები, მოკლედ თუ ადამიანს განათლება უნდა ძალიან ბევრი რამ არის შესაძლებელი, რითიც მიიღებს ის ამ ყველაფერს, ამიტომაც არ უნდა დაისტრესოს, ვისაც სწავლა უნდა აუცილებლად ისწავლის და მიაგნებს თავის გზას. ჩვენ მხოლოდ წარმატებებს გისურვებთ და ბედნიერ მომავალს, რა თქმა უნდა.